და აი უფლის ანგელოზი წარუდგა მათ და უფლის დიდება გაანათდა მათ გარშემო და დიდი შიში დაეუფლათ. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ, რადგან გიცხადებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელ ხალხს შეეხება. დღეს დავითის ქალაქში გშობიათ მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი. ეს იქნება თქვენთვის ნიშანი, იპოვით ყრმას, სახვევებში გახვეულს და ბაგაში მწოლარეს. და უეცრად ანგელოზთან ერთად გამოჩნდა ზეციური ლაშქრის სიმრავლე, რომლებიც აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდება ღმერთს მაღალთაშინა და ქვეყანაზე მშვიდობა, ადამიანებში მისი კეთილგანწყობა. როცა ანგელოზები ზეცაში დაბრუნდნენ, მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ ეს ამბავი, რომელიც მოხდა და რომელიც უფალმა გვაუწყა. ისინი ჩქარა წავიდნენ და იპოვეს მარიამი და იოსები და ხოსები და ყრმა, ბაგაში მწოლარე. როცა ნახეს, უამბეს ყველაფერი, რაც ამ ყრმის შესახებ ეთქვათ. ყველა, ვინც ეს მოისმინა, გაოცდა იმით, რაც მწყემსებმა უთხრეს. მარიამი კი ყველაფერს გულში ინახავდა და დაფიქრდებოდა ამ სიტყვებზე.